მოგესალმებით, თქვენ უყურებთ მარიამოს ვლოგს. ამ ეპიზოდში გადავწყვიტე, რომ ესპანელი მწერლის კამილო ხოსე სელას რომანზე, რომელსაც პასკუალე დუარტეს ოჯახი ჰქვია, ვისაუბრო. ეს წიგნი გამოსცა გამომცემლობა ინტელექტმა და პირველ რიგში მინდა რომ გაჩვენოთ ყდა, ვინაიდან ამ ყდაზე დატანილი სიმბოლოებით მინდა რომ ამ რომანზე საუბარი დავიწყო. ვიმედოვნებ, რომ კარგად ჩანს და აი ამ გარეკანზე დატანილი არის სამი სიმბოლო. ეს არის სახლი, ეს არის დანა და ეს არის ცხენი. მართალია შავ-თეთრი არის ეს ერთგვარი ილუსტრაციები, თუმცა აი დანასთან ეს არის რომელიც გახლავთ სისხლის ლაქა და სამივე მათგანი მთავარი მოქმედი პირის, რომელიც ასევე ამ ამბის მთხრობელი გახლავთ, ცხოვრების გადამწყვეტ და მნიშვნელოვან ეპიზოდებს უკავშირდება. პირველი ეს არის სახლი, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი ბოროტების ბუდე არის ამ რომანში, სადაც მთავარი მოქმედი პირი, პასკუალე დუარტე დაიბადა, გაიზარდა, სადაც მშობლებთან ერთად ცხოვრობდა, შემდეგ მას შეეძინა და, შეეძინა ძმა, ჯერ ერთი ცოლი მოიყვანა, შემდეგ მეორე ცოლი მოიყვანა და ამ სახლს ყოველთვის უკავშირდება ძალიან ცუდი ამბები. მეორეს გახლავთ დანა, რომლითაც მან ჩაიდინა მკვლელობა. ამ წიგნში ჩვენ ვკითხულობთ სიკვდილმისჯილი ადამიანის ერთგვარ აღსარებას, რომელიც დაწვრილებით იხსენებს საკუთარ ცხოვრებას და იმ ბოროტებას, რამაც თავად აქცია ბოროტმოქმედად. რაც შეეხება ცხენი ეს უკავშირდება ეპიზოდს, როდესაც მისი პირველი ცოლი ცხენმა გადმოაგდო და მას მუცელი მოწყდა. აქ ამ წიგნში ჩვენ ვკითხულობთ ძალიან მძიმე ამბებს, იმდენად მძიმე ამბებს, რომ აი მე მქონდა განცდა, რომ თითქოს აი სული რომ გეხუთება და სუნ თქვა უკვე რომ გიჭირს, იმდენად სასტიკი არის ეს ამბები, რომელიც პასკუალე დუარტეს გადახდა და ფაქტობრივად ადამიანი, რომელიც მკვლელი არის, რომელმაც ორი მკვლელობა ჩაიდინა და ამ ორი მკვლელობის შესახებ ამ რომანში ვკითხულობთ, დასასრულს ვიგებთ, რომ მას კიდევ ერთი მკვლელობა აქვს ჩადენილი, ყავს კიდევ ერთი კაცი მოკლული, თუმცა ვის შესახებ არის მინიშნება, ამის შესახებ ჩვენ არ ვიცით. ბავშვობიდან რომ მოვყვეთ, პასკუალე დუარტეს მშობლები, რომლებიც ძალიან ძალადობრივ გარემოში ზრდიდნენ საკუთარ შვილებს, მამა მუდმივად ცემდა, დედა რომელიც მეუღლეს ღალატობდა, რომელსაც არ უყვარდა თავის შვილები, რომელიც ლოთი იყო, ძალიან სასტიკი არის ალბათ ყველაზე სასტიკი ამ წიგნში მისი მოქმედებები. მაგალითად, როდესაც პასკუალე დუარტეს ძმა შეეძინება, რომელიც სულ რაღაც 10 თუ 11 წლის გარდაიცვლება, როდესაც მის ძმას სოფელში ღორი ყურებს მოაჭამს და ძალიან ცუდად არის მას საკუთარი დედა არც კი უვლის და ძირს დაგდებულს არის მომენტი, როდესაც დასცინის კიდეც. და ჩვენ ვკითხულობთ ამბავს იმის შესახებ, თუ როგორი სასტიკი შეიძლება იყოს გარემო და ვკითხულობთ ამბავს ადამიანზე, რომლის ბედისწერა, რომლის განგებაც მთელი ცხოვრების განმავლობაში უკუღმა იყო დატრიალებული და მას სულ რაღაცა რამდენიმე დღე არის ისეთი აღწერილი ამ წიგნში, როდესაც ის ბედნიერად გრძნობს თავს. პასკუალე დუარტე ერთ-ერთ მომენტში გაიქცევა საკუთარ ცხოვრებას, ის ტოვებს საკუთარ სახლს, ტოვებს სოფელს, გადაწყვეტს, რომ შტატებში წავიდეს, ჯერ ჩადის მადრიდში, თუმცა მოკლედ ვერ ახერხებს ის, რომ დატოვოს საკუთარი ქვეყანა და 2 წლის შემდეგ ის ისევ სახლში ბრუნდება. ეს დაბრუნების მომენტიც, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო, ალეგორიულად შეიძლება რომ არაერთი რომანი გაგვახსენდეს ლიტერატურიდან, თუმცა აი ეს წასვლა და გაქცევა, ასე ვთქვათ, საკუთარი ცხოვრებიდან გაქცევა, საკუთარი კერი, სახლის მიტოვება, მას არც თუ ისე კარგ ფასად დაუჯდება, ვინაიდან დაბრუნებულს არ დახვდება კარგი ამბები. მას იმისდა მიუხედავად, რომ ძალიან გააზრებულად აქვს ორივე აღწერილი მკვლელობა ჩადენილი, ამისდა მიუხედავად მას აწუხებს სინდისის ქენჯნა და ამბობს, რომ ქვეყანა არ მყოფნი და ჩემს დანაშაულს დავმალვოდი, ქვეყანა ისეთი ვრცელი არ არის, რომ საცხოვრებელი ადგილი შეიცვალო და საკუთარი სინდისის ყვირილი ვერ გაიგონო. ფაქტობრივად მთელი ეს აღსარება, რაც ამ წიგნში არის მოყოლილი, ეს არის საკუთარ სინდისთან თვალის გასწორება. საინტერესო არის თავად თხრობის მანერა. მწერალმა ასე გადაწყვიტა, რომ თავდაპირველად ის ამბობს, ეს არ არის ამბავი, რომელიც მე გამოვიგონე, ეს არის ამბავი, სადაც მე უბრალოდ გადამწერი ვარ და აქ მკითხველს ასეთი განცდა აქვს, რომ თითქოს პასკუალე დუარტეს მოთხრობილი ამბავი არის რეალურ ადამიანზე მოთხრობილი ამბავი, ის არის რეალური პერსონაჟი და ეს, რა თქმა უნდა, უფრო მეტ ასარც და უფრო მეტ ინტერესს იწვევს თავად ტექსტის მიმართ.
ეს სიტყვა არ მიყვარს, როდესაც ამბობენ მწერლის ოსტატობა, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა ვერც ვერაფერი მოვიფიქრე, როგორი არის მწერლის ოსტატობა, როგორ შეიძლება რომ უმძიმესი ამბები ძალიან მხატვრულად გადმოსცე. თავით ჩაყუდებული იყო შიგ და ცხვირი ქოთნის ძირზე მიებჯინა. ქოთნიდან რომ ამოვიღეთ, პირიდან ოქროსფერი ძაფივით წამოვიდა ზეთი. გეგონებოდათ მუცელში გორგალი უდევსო, სიცოცხლეში ნაცარევით გამოხუნებული თმა, ახლა ისე პრიალებდა, უნებურად იფიქრებდით, სიკვდილმა მეორედ შვაო. ეს არის ეპიზოდი, როდესაც პასკუალე დუარტეს უმცროსი ძმა, უმცროს ძმას აღმოაჩენენ ზეთით სავსე ქოთანში თავჩარგულს და მკვდარს. საინტერესო არის თავად მწერლის ბიოგრაფიაც. კამილო ხოსე სელა გახლავთ ძალიან ცნობილი ესპანელი მწერალი. არაერთგან მოვისმინე და ამოვიკითხე, რომ სერვანტესის შემდეგ, დონ კიხოტის შემდეგ ყველაზე ცნობილი რომანი ესპანეთში სწორედ პასკუალე დუარტეს ოჯახი გახლავთ, რომელიც თავიდან როდესაც დაიბეჭდა, დაცენზურდა, შემდეგ მეორე ტირაჟი, ასე ვთქვათ, არგენტინაში დაიბეჭდა და არგენტინის გავლით ესპანეთში შეიტანეს და იმდენი მკითხველი გამოუჩნდა, რომ შემდეგ უკვე ცენზურაც დაძლია და ახალი ტირაჟები დაიბეჭდა. კამილო ხოსე სელას ხშირად აკრიტიკებდნენ და მას კრიტიკოსები მუდმივად ყავდა, ვინაიდან ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს ის იყო ფრანკოს რაზმის წევრი და როდესაც უკვე დიქტატურა დამყარდა, შემდეგ ისიც ითქვა, რომ ის ამ დიქტატურის კრიტიკოსი გახდა და იგივე ამ რომანთან მიმართებაში მაგალითად არიან ლიტერატურათმცოდნეები, შემფასებლები, როგორც მკითხველები, ისე კრიტიკოსები და რომლებიც ამბობენ, რომ რომანში პასკუალე დუარტეს დედა ერთგვარი ალეგორია არის დიქტატურისა და ნამდვილად ასე ვფიქრობ, ლოგიკური შედარება არის, ვინაიდან ამ რომანში ყველაზე ნეგატიური პერსონაჟი არის სწორედ მისი დედა. ეს არის ქალი, რომელმაც ვერასდროს მთელი წიგნის განმავლობაში ჩვენ ხვდებით, რომ სამი შვილიდან ვერც ერთი ვერ შეიყვარა და სამივე შემთხვევაში ის იყო მუდმივად უბედურების მომტანი და ძალიან საინტერესოდ არის აღწერილი, როდესაც პასკუალე დუარტე ერთხელ სახლიდან გაქცევის შემდეგ, როდესაც ბრუნდება და მეორე არის შემთხვევა, როდესაც ციხეში ერთი მკვლელობის სასჯელს, ასე ვთქვათ, მოიხდის და სახლში ბრუნდება, მას როგორ ხვდება დედა და ეუბნება, რომ შენ აქ რა გინდა, იმის მიუხედავად, რომ საკუთარი შვილის ციხიდან დაბრუნება გახარებოდა, მას ასეთი რეაქცია ჰქონდა, რომ შენ აქ რა გინდა. ეს წიგნი არ არის მარტივად წასაკითხი, აქ მე არ გულისხმობ იმას, რომ რთულიანით არის დაწერილი, რთულად იკითხება, აქ მე ვგულისხმობ იმ სიძულვილით, იმ ბოროტებით გაჯერებულ, იმ სისასტიკით გაჯერებულ და გაჟღენთილ ამბებს, რომელსაც კამილო ხოსე სელა მოგვითხრობს. როგორ შეიძლება, რომ გარემომ ბოროტებამ შვას ბოროტმოქმედი ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდოდა, რომ ამ სისასტიკეს დაპირისპირებოდა. ბოროტი ვარსკვლავი, რომელიც მას დაბადებიდან დაემგზავრება სიცოცხლის ბოლომდე მიყვება, როდესაც ციხეში მოიხდის აი ამ პირველი მკვლელობის სასჯელს და ბრუნდება, ის დაიწყებს ძალიან მალევე მზადებას მეორე, ბევრად უფრო მძიმე დანაშაულის ჩასადენად. მე არ გეტყვით ოჯახის წევრებს, ნაცნობებს, თანასოფლელებს თუ ვის კლავს პასკუალე, მაგრამ ძალიან უცნაური არის ეს გადაწყვეტილება, რასაც ის ჩაიდენს, თუმცა ძალიან გამიზნულად და განზრახ მიდის ამ მკვლელობაზე. ამ წიგნის მთავარი აზრი გახლავთ ის, თუ რა არის საკუთარი სისხლის სიძულვილი და პასკუალე წერს, რომ არ არსებობს იმაზე დიდი სიძულვილი, ვიდრე ეს არის საკუთარი სისხლის სიძულვილი, რა იგულისხმება ამაში, როდესაც მისი ბოლო მკვლელობის შესახებ წაიკითხავთ, ამას მიხვდებით. აქ არის ძალიან საინტერესო დაბადების და სიკვდილის თანაკვეთა, რომელიც ასე პირდაპირ მნიშვნელობით დაბადებას და სიკვდილს არ გულისხმობს, თუმცა მათი შედარება სწორედ მკვლელობის ჩადენის მომენტში ძალიან საინტერესოდ აქვს კამილო ხოსე სელას აღწერილი. გირჩევთ ამ რომანს პასკუალე დუარტეს ოჯახი, თუ კი ლიტერატურა გიყვართ პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მიმზიდველი არის, რომ ლიტერატურის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი რომანი არის და ფაქტობრივად ესპანურ ენოვანი მკითხველიდან ძალიან ცოტა თუ იქნება, ვისაც ამ ავტორის შესახებ არ გაუგია, კონკრეტულად ეს რომანი არ წაუკითხავს და ამასთან ერთად დღევანდელ რეალობაში თუნდაც როდესაც ჩვენ საუბრობთ ავტორის ბიოგრაფიაზე, რომელიც ფრანკოს რაზმის წევრი იყო და შემდეგ ის კრიტიკოსი გახდა დიქტატურის. ეს შედარებაც ვფიქრობ, რომ დღევანდელ რეალობასთან მიმართებაში ძალიან საინტერესო არის და
თუ კი ჩვენ აი ამ აზრს გავყვებით, როდესაც თქვენ წაიკითხავთ, რომ შეიძლება პასკუალეს დედა იყოს დიქტატურის სახე, აქ ვფიქრობ, რომ ეს სახეც ძალიან საინტერესოდ არის გადმოცემული, ვინაიდან ის არის დედა, მან საკუთარი მუცლით ატარა სამი შვილი, მან გააჩინა ძალიან დიდი ტკივილების ფონზე, დიდი ყვირილის და ღრიალის ფონზე, თუმცა ის ვერცერთ საკუთარ შვილს ვერ იტანს, ისევე როგორც ვერცერთი დიქტატორული რეჟიმი ვერ იტანს საკუთარ მოქალაქეს. პასკუალე დუარტეს ოჯახი იქნება ამ ეპიზოდის რჩევა, ვიმედოვნებ, რომ წაიკითხავთ, ვიმედოვნებ, რომ მოგეწონებათ. მე მაგალითად არ მქონდა ამ დრომდე წაკითხული წიგნის ფესტივალზე მაჩუქეს ეს წიგნი და ნამდვილად იყო ჩემთვის ძალიან დიდი აღმოჩენა. მადლობა რომ მიყურებთ, გამოიწერეთ ჩემი არხი და შემდეგ ეპიზოდში შევხვდებით.